მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი. მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2025 წლის ნოემბრის ტარო პროგნოზ ტყუპებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, მონეტების დედოფალი. ამ პერიოდში იქნებით ორგანიზებულები და გამოავლენთ პრაქტიკულობას. თავს იგრძნობთ ენერგიულად, იქნებით გულწრფელები, მოსიყვარულეები, ზრუნველები, გექნებათ პოზიტიური განწყობები, სიკეთის კეთების სურვილი, შეძლებთ მეტად თვითრეალიზებას, გამოავლენთ გონიერებას როგორც საქმიან სფეროში, ასევე ოჯახში, სანათესაოში, სამეგობროში, იქნებათ სურვილი დახმარების ხელი გაუწოდოთ გარშემოყოფებს და იქნებით გულუხვები. შეძლებთ მიიღოთ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები და კეთილგონივრულად მართოთ მატერიალური რესურსები. იქნებით პრაქტიკულები, პრაგმატულები, შეძლებთ მოიწესრიგოთ თქვენი ცხოვრება თქვენივე შეხედულებისამებრ, დაალაგოთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან, მეტად სოციალიზდეთ და ღირებული რჩევები მისცეთ სხვებსაც. ასევე არაჩვეულებრივი პერიოდია მოიწესრიგოთ დღის და ზოგადად ცხოვრების რეჟიმი, მათ შორის თუ გეგმავდით კვებით დიეტას, ვარჯიშს, აქტიური დასვენების პრაქტიკას თქვენს ცხოვრებაში, ამ პერიოდში ადვილად გამოგივათ მათი დამკვიდრება და დაცვაც. ნოემბერი თქვენთვის ხელსაყრელი პერიოდი იქნება, რომ დაალაგოთ და გადაჭრათ უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის და რემონტის საკითხები და საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი დაგეგმოთ, ან განახორციელოთ ამ პერიოდში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მონეტების ხუთიანი. ნოემბრის განმავლობაში თვის მთავარი ენერგია განსაკუთრებულად გამოვლინდება პირადი ურთიერთობების სფეროში. დიდი ალბათობით ამ მიმართულებით გაქვთ გარკვეული ნეგატიური ასპექტები დაუმუშავებელი და ამ პერიოდში მოგიწევთ მათი გაცნობიერება, გამოსავლის მოძებნა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, შესაძლებელია გქონდეთ გაზრდილი ემოციური ფონი, სტრესი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს პარტნიორთან დაშორებით ან პირიქით, შესაძლებელია მის გვერდით იყოთ და მაინც გრძნობდეთ სიმარტოვეს, რაც ბუნებრივია გაუცხოების გამო ხდება ხოლმე. როცა ურთიერთობა ამოწურავს თავის თავს და ადამიანები ინერციით აგრძელებენ ერთად ყოფნას. ასევე წყვილების შემთხვევაში ამ არკანების კომბინაცია შესაძლებელია გულისხმობდეს ფიზიკური სიახლოვის ნაკლებობას, ან სულად სიშორეს, მონატრებას, მაგალითად შესაძლებელია ერთ-ერთ თქვენგანს მოუწიოს შორგზაზე გამგზავრება სხვადასხვა მიზეზით, ასევე შესაძლებელია ეს ბარათი გულისხმობდეს მატერიალური რესურსის სიმცირესაც, მაგალითად გსურდეთ დასვენება, მოგზაურობა, მნიშვნელოვანი შენაძენების გაკეთება, ან უფრო ყოფითი და ყოველდღიური პრობლემების მოგვარება და ვერ ახერხებდეთ ფინანსების არქონის გამო. მოკლედ საკმაოდ კრიზისული ენერგია, მაგრამ შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ თვის ფონური ენერგიის გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ ამ გამოწვევებთან გამკლავებას და სტაბილურობის შენარჩუნებას. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. კვერთხების ორიანი. ეს პერიოდი ახალი პერსპექტივების წინაშე დაგაყენებთ თქვენს პირად ცხოვრებაში, მოგიწევთ გარკვეული არჩევანის გაკეთება და ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე მოგიწევთ პარტნიორთან ერთად აქტიურად ჩაერთოთ ერთობლივ ყოველდღიურ და სამომავლო პერსპექტივებზე გათვლილ პროცესებში და თვის მთავარი ენერგიის გათვალისწინებით ამ პერიოდში თქვენ სავსე იქნებით ენთუზიაზმით, ოპტიმიზმით და
საკმარისი ენერგიაც გიქნებათ იმისთვის, რომ მაქსიმალურად პოზიტიურად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა სამომავლო კეთილდღეობისთვის. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, კვერთხების ხუთიანი, ბევრი თქვენგანისთვის ბარათების ასეთი კომბინაცია შინაგან კონფლიქტზე, დაძაბულობაზე და საკუთარ სურვილებში ვერ გამორკვევაზე მიუთითებს. ერთი მხრივ შესაძლებელია შინაგანად გქონდეთ მოთხოვნილება, რომ დაიწყოთ პირადი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, თუმცა მეორე მხრივ გრძნობდეთ, რომ არ ყოფნით ენერგია, შინაგანი ან მატერიალური რესურსი, რომ გააქტიურდეთ და გადახვიდეთ მოქმედებაზე. და ზოგიერთი თქვენგანისთვის ასეთი შინაგანი მდგომარეობა შესაძლებელია ნეგატიური გამოცდილებების შედეგიც იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ არ იძალოდოთ საკუთარ თავზე, პირველ რიგში მოიპოვეთ შინაგანი სიმშვიდე, ჩამოყალიბდით საკუთარ თავში და სამომავლო გეგმებში და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით მოქმედებაზე. ბარათების ასეთი კომბინაცია ასევე შესაძლებელია მიუთითებდეს, რომ ამ პერიოდში შეიძლება არა მარტო გაიცნოთ თქვენთვის სასურველი ადამიანი, არამედ გარკვეულ კონკურენციაშიც შეხვიდეთ მისი გულის მოსაპოვებლად. თუმცა ეს ბარათები მიუთითებს, რომ ნოემბერში არ გეიქნება შინაგანი ენერგია, რომ ბოლომდე მიიყვეთ ამ ინიციატივას და შესაძლებელია იმედგაცრუება ან გულის წვედა იგრძნოთ. ამიტომ კიდევ ერთხელ გირჩევთ, კარგად გაიაზრეთ თქვენი შესაძლებლობები და იმოქმედეთ მაქსიმალურად კეთილგონივრულად. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გვერდებათ ნოემბერში საქმიანი სფერო. მეექვსე მაღალი არკანის შეყვარებულები, არჩევანის ენერგია, ნოემბრის განმავლობაში დიდი ალბათობით დადგებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წინაშე, როგორ გააგრძელოთ თქვენი პროფესიული ცხოვრება, გირჩევთ დაუთმოთ დრო ფიქრს, ღრმა ანალიზს, გაიაზრეთ თქვენი რესურსები, თქვენი ინტერესები, დაფიქრდით რისი კეთება განიჭებთ სიამოვნებას და ეცადეთ ყველა გადაწყვეტილება, თითოეული არჩევანი გააკეთოთ თქვენი ინტერესების გათვალისწინებით და რაც მთავარია სიყვარულით. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი არჩევანი თქვენს ცხოვრებაში თქვენს ბედნიერებას უნდა ემსახურებოდეს. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების ორიანი, საქმეებით საკმაოდ დატვირთული პერიოდი გელით, მოგიწევთ საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ხშირ შემთხვევაში ერთდროულად მოგიწევთ ბევრ საკითხზე ზრუნვა. ეს პერიოდი ასევე გამორჩეული იქნება სწრაფი ცვალებადობით, არასტაბილურობით, ამიტომ მნიშვნელოვანია გქონდეთ შესაბამისი სამუშაო განწყობა, იპოვოთ შინაგანი ბალანსის მდგომარეობა, აღიჭუროთ მოთმინებით, იყოთ მეტად მოქნილები და გამოავლინოთ ადაპტაციის საუკეთესო უნარი. ასევე შეეცადეთ მოთოკოთ ემოციები, მაშინაც კი თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, გაიხსენოთ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მიყევით საქმეების შესრულებას თანმიმდევრობით და არ გაფანტოთ საკუთარი ენერგია ფუჭად. ასეთ შემთხვევაში გამოვა, რომ საბოლოო ჯამში ყველა საქმე შეასრულებთ, ყველა საკითხს მოაგვარებთ და თუ სადმე პრობლემა წამოიჭრება, მათ გადაჭრასაც შეძლებთ უმტკივნეულოდ. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მე-11 მაღალი არკანი მართლმსაჯულება, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, თქვენ შესაძლებლობებზე, გამოცდილებაზე, ცოდნაზე და რაც მთავარია აქტიურობაზე. თუ მოინდომებთ და შეეცდებით ამ პერიოდში სამსახურის პოვნას, საკმაოდ კარგი შანსები გაქვთ დასაქმებისთვის. თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მაინც ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს სურვილებზე და თქვენს აქტიურობაზე. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, ხმლების ცხრიანი, ამ პერიოდში შესაძლებელია გქონდეთ შიშები, რომ თავს ვერ გაართმევთ აღებულ პასუხისმგებლობას და დაკისრებულ ვალდებულებებს. შესაძლებელია იფიქროთ, რომ თქვენი კომპეტენცია არასაკმარისია დასახული მიზნების მისაღწევად. ეს შესაძლებელია უკავშირდებოდეს ფინანსურ პრობლემებსაც, მაგალითად ამ პერიოდში გამოჩნდეს ისეთი გაუთვლელი ხარჯი, რომელსაც თქვენი ძალებით შეიძლება ვერ გაუმკლავდეთ. გირჩევთ არ აყვეთ ემოციებს, გახსოვდეთ, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს,
შეეცადეთ ცივი რაციონალური გონებით მოძებნოთ ნებისმიერი არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი და გახსოვდეთ, რომ შესაბამისი ძალისხმევით ნოემბრის განმავლობაში თქვენ ნამდვილად შეძლებთ ნებისმიერი სირთულე წარმატებით დაძლიოთ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ნოემბერში, მე-17 მაღალი არკანი ვარსკვლავი საკმაოდ პოზიტიური ბარათია ამ პოზიციისთვის. პირველ რიგში გეტყვით, რომ თუ ეს ფინანსური პრობლემების გარეშე გაივლით, თუმცა ეს მაღალი არკანი ასევე შესაძლებელია მიუთითებდეს მნიშვნელოვან, შეიძლება ითქვას საოცნებო შენაძენზე, რაიმე ძვირადღირებული ნივთის, ტექნიკის, ანუ ძრავმოძრავი ქონების სახით. ასევე შესაძლებელია მნიშვნელოვან ელექტრონულ გადარიცხვებზე მიუთითებდეს. ამ პერიოდში მაღალი იქნება თქვენი მოგების შანსიც, მაგალითად თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია სავალუტო ოპერაციებთან, იმპორტ-ექსპორტთან, საზღვარგარეთთან ურთიერთობებთან, შესაძლებელია საგრძნობი მოგება ნახოთ და საკმაოდ სოლიდური შემოსავლებიც მიიღოთ. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. თასების 6-იანი, გადახედეთ თქვენს წარსულს, აღიდგინეთ მეხსიერებაში თქვენი ბავშვობის დროინდელი ემოციები, გაიხსენეთ როგორ აღიქვამდით მაშინ სამყაროს, რაზე ოცნებობდით, რა მოლოდინები გქონდათ თქვენს ცხოვრებასთან დაკავშირებით და გაანალიზეთ რამდენად დაშორდით, ან რამდენად ახლოს ხართ ამ გულწრფელ და ნამდვილ თქვენს სურვილებთან. შეეცადეთ შემოქმედებითად და უფრო მსუბუქად მიუდგეთ დღევანდელობას და მეტად ოპტიმისტურად განეწყოთ მომავლის მიმართაც. ასეთი იყო 2025 წლის ნოემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი ტყუპებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.